ეს ცნობილი მარქსის ფრაზა, რომ ესე იგი პირველად ტრაგედია და მეორედ ფარსი ხდება რაღაცები ისტორიაში, ალბათ მაიდანს და აი ამ 24 წლის ჩვენ მოვლენებს ეძღვნება, იმიტომ რომ უკრაინის მაიდანი იყო ტრაგედია, ჩვენთან ფარსის სახეს იღებს. და ეხლა რამდენიმე კრიტერიუმი ჩამოთვალოთ რატო, ხო? მაშინ მაიდანის დროს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი კრიტერიუმი საგარეო ზეწოლა, ხო? და ეხლა ჩვენთანაც არის საგარეო ზეწოლა, ხო, და ამას ფარსის სახე აქვს და რატო? საფრანგეთმა, რომელმაც ჩვენ მოგვიწოდა, რომ რაღაცეები ჭკვიანად ვიყო და არ ვიძალადოთ, დაეშალა მთავრობა, გერმანია, რომელმაც იგივე თქვა, დაეშალა მთავრობა და ამერიკაში გასაგებია რაც ხდება. ზელენსკი, რომელიც სოფელზე კარგავს უკრაინას, ჩვენ გვეუბნება, რომ თუმე ივანიშვილზე ზეწოლა უნდა გავაძლევოთ. ეს არის სასაცილოა ზელენსკი. ხა მეორე კრიტერიუმი. რაც მაშინ მე არ ვადარებ ხა იანუკოვიჩის რეჟიმს და დღევანდელ ხელისუფლებას, უბრალოდ მაშინდელმა ხელისუფლებამ რა შეცდომას დაუშვა, თავისი შინა, ესე იგი ძალოვანების დასჯა დაიწყო სახალხოდ. რამაც მე მოახდინა მათი დემორალიზება. რა თქმა უნდა. ეს ცხადია ჩვენ ახლა იმაცავით, ცხადია აქ ძალიან მინიმალური არის იმასთან შედარებით, რაც მოხდა, ხო, იგივე აქციონერების თქვა დაზარალება, მაგრამ აქ ხდება პირიქით, წახალისება ხდება იგივე შინაგან საქმეთა მინისტრის, იმიტომ რომ მთელი აი ამ გუნდის ძალიან სწორი არის, ხო? ასევე ერთი კიდე რაც არ მოხდა, იქ მაიდანის შემთხვევაში მათ ისინი დაბანაკდნენ იმ ტერიტორიაზე. აქ ეს არ მომხდარა. ანუ ხო, არ მოხდა, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე არა, რესურსიც არ ქონდათ. ეს ხო, რესურსიც არ ქონდათ, მოდი პირდაპირ. რესურსიც არ ქონდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ცხადია მინისტრმა სწორად იმუშავა იმაზეც, რომ გადაუკეტა ის ბერკეტი, რაც იყო ეს ხლაპუშკებით, რა ქვია, პიროტექნიკა და იმის მერე განლევად რეჟიმში, რომელიც ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერებს შემოქონათ, არ დაგვაუცეს. ოპოზიციონერებს და ბოლო პოლიტიკოსებს. იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც დაფინანსებას ოფიციალურად კი ბატონო. და ბოლო კრიტერიუმი იყო, კი ბატონო. ბოლო კრიტერიუმი იყო, რომ იქ ხდებოდა საჯარო მოლაპარაკება, ესე იგი თავრობასა და იმ მაიდანის მონაწილეებს შორის, რითაც ისინი ლეგიტიმაციას ღებულობდნენ. აქ იყო გაცხადებული, რომ ჩვენ კი ბატონო, თუ გინდა დავილაპარაკოთ, დისკუსია იყოს, მაგრამ არავით არის შინა მოლაპარაკებები და გადავაბარდა არა. იქ იმ შემთხვევაში შინაარსობრივი დისკურსია, კი ბატონო. იანუკოვიჩის რეჟიმის ხევის შედეგი და აქ პირიქით სიძლიერე გამოჩნდა, იმიტომ რომ იგივე ირაკის არ მოვიდნენ, კი ბატონო. ანუ 4 კრიტერიუმი ჩამოყოლეთ, რატომ არის ფარსი, ხევანდელი, წყალებში მაიდის შეობა და 14-ში რატო იყო ტრაგედია.